გამარჯობათ, მე ვარ გიორგი, მინდა მოგიყვეთ ანეკდოტი. მე ყოველთვის ძველ ანეკდოტებს ვიხსენებ, ძველ ამბებს ვიხსენებ მოსაყოლად, იმიტომ რომ ახალი ყველა მიცის, ყველას მოსმენილი და გაგონილი აქვს და ძველი ყოველთვის ახალი არის, დავიწყებული ძველი. ანუ რა ხდება ახლა? ერთი კაცი მიდის ნასვამია რა და გზაში მიდის, ფეხით მიდის. და მოუნდება გავლა ტუალეტი, მოუნდება ახლა და ნახავს იქ გზის პირას ხეს და გამოეფარება და იწყებს თავის საქმეს და ამ დროს მოანათებს უკნიდან მანქანა შუქი მოანათებს და ახლა შეერწყება რომ ასეთ არის და შეჩერდება რა და შეაწყვიტავს ამ საქმეს ამოწევს მეიკას და აძრობა ხეზე, მაღლავა ხეზე. დაიმალება იქ. ხო და ეს მანქანა მოდის ახლა შუქი ანათებს ახლა და მოახლოვდება და გაჩერდება ამ ხესთან. და ამას შეეშინდება ახლა გაყუჩთება არის ჩუმად ხეზე, ასე ჩუმად არის ხეზე და გადმოდის ამ მანქანიდან, მანქანა არის, კაი მანქანა არის, ახლა რა ვიცი რა მანქანა არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ დროისთვის კაი მანქანა. გადმოდის ქალი მანქანიდან. და იმასაც უჭირს ეთყობა და გადმოვიდა და მოვიდა ამ ხესთან. და ჩაიცუცქა და შვება თავის საქმეს და თან ამბობს თან როგორ ამბობს ახლა ეს დაბლა იყურება და ასე საუბრობს შენ გენაცვალეო შეგეხუტუნეო შენ მიშველეო შენ გადამარჩინე სიმშილსო შენ მაშოვნინე ფულიო ეს მანქანა აგერო დგასო რომ მოვედიო ეს მანქანა შენ მასკენიო მე მაშოვნინეო მაჩუქესო იქ ბინაო აქეთ შუბა ეტყობა ზამთარი არის ცოტა ის სიცივე ეს ბეწვის შუბაო ეს ოქრუებიო ხელზე ეს საბამიო და რავი ჩამოთვალე 1000 რამე შენ გადამარჩინე შენ მიშველე შენ გამამდიდრეო რო შემეძლოსო ვერ წვდები თუ რა გაკოცერდი ხო და თან შევა თავის საქმეს და ასრულა ახლა და წავიდა ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ეს კაცი ზემოთ არის გაჩვენებული ახლა მას არიღეს გასუსული ჩამოვა შიშინებული ჩამოვა და სიწმინდავს ასე და დაჩერებია თავის საოხრეს დაიძახის შენ დამაქციო შენ დამღუპეო რაც ფული მქონაო მასკენი დავკარქეო ეს მანქანა გამაყიდიო ბინებიო რავი თუ კი რამე მქონაო ოჯახი დამანგრევიო რა ვიცი დამაშორე ცოლსო თელი ამბები ჩამოყვა თავის იმას ვერ წვდებიო ვერაუთარა მოგჭამდი გიგანდი თავს მოგაჭამდი შენი დედავათი ასე გაუჯარდა თავის საუხრეს ის იმედია მოგეწონათ ცოტა ის არის იუმორი რაღაცა ის წელსქვემოთ, მაგრამ ვისაც მოგეწონათ და ლაიქით. მადლობა ყურადღებისთვის.